თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების გამოსახლება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორისაა მამაკაცი, რომელიც ხეზე იყო ასული და პროტესტის ნიშნად გადმოხტომით იმუქრებოდა. ასევე ერთ-ერთი დაპირისპირების შემდეგ პოლიციელებს ძალის გამოყენებით მიჰყავდათ მოქალაქე უჩა გოგუაძე, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. Ostedi dosh mira contat mama cheli satabashu shemida khiti qvetsebio amas meuleba bicho amas meuleba katamiqvait asite davtva Ras uketseb bicho xan Ai es არის თქვენი სამართალ დამწყაობა bicho ეს არის თქვენი სამართალი ეს არის თქვენი საზოგადოებრივი წესრიგი bicho მაცხოვრებლები ბინებში შესვლასა და კუთვნილი ნივთების გამოტანას უშედეგოდ ითხოვენ. ინვესტორი, რომელსაც შენობა აქვს შესყიდული, ხალხისგან ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას მოითხოვს. Orderi წარგავს, არაფერი არ გაქვს. დაკრა როგორ დავიწყარ, ზონა ვერ ვერე. რის პოლიციელებს გარა რის გამ ბავშვი ხელი შეურაცხყოფა მოგაყენია. თავი აიყვანა ხელში თავი ხელში გარა შეურაცხყოფა მოგაყენია. დარუნა შეურაცხყოფა მოგაყენია. შეურაცხყოფა როცა შეურაცხყოფა პოლიციელი მოგაყენია. ხელი გას ზოგადად რო იგინე კი ეს არ შეგხებივა. თქვენ მეხებით აქეთ ადამიანურ უფლებებს. რა არის უზრუნველობა? რა არის უზრუნველობა? ის არ არის ბიჭო ამდენ მატარებდა ბავშვს. განეთვა ყოველ მაგიტეს დავაკიდე. ხელი გამიშვი, რატო მეხები ახლა? მე რო შეძაჩევარი დაგიწერო და ხელი ჩემო პოლიციელი. რა საკეთე? გადაიცები არის გადაიცი. მორიგი დაპირისპირება ადგილზე ასევე მძიმე ტექნიკის გამოჩენამ გამოიწვია. შვილი არ ყავს ამდამე. რო თქვენი ორიგინალი ორდერი დაბილდეული. არა დუასადი კაცმომარეობაში ბიჭო ერთმა რო გაუძეთ ხო დაიშლება ეს ყველაფერი ხო დღის განმავლობაში ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა თავდაპირველად ადგილობრივების პროტესტი. ავეჯის გადასატანი მანქანის გამოჩენას მოყვა, რომელსაც კორპუსში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. პოლიციამ მათ ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგობის გამო კი სამი პირი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. შენობაში სოციალურად დაუცველები, დევნილები, მარტოხელა დედები, უსახლკარო ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. როგორც ადგილობრივები მედიას ეუბნებიან, ოჯახებს ალტერნატიულ ფართს არ სთავაზობენ. მათივე განცხადებით ისინი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრას არაერთხელ ითხოვდნენ, თუმცა მათთან არავინ მისულა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შენობას, რომლიდანაც დილიდან დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ასახლებდნენ, წყლის მიწოდებას შეუწყვიტეს. ჩვენ ჩაგვიკეტეს წყალი, მოდის ონკანი როგორ არის ჩაჭრილი წყალი. ჩვენ არ გვაქვს წყლის დალევის საშუალება. აი, რა დავაშავეთ ეგეთი სამუდამო პატიმარი რო არის, მაგასაც აქვს წყლის დალევის უფლება. ჩვენ ამის უფლებაც არ აგვაქვს. ჩვენ რას ვითხოვთ საქართველოში? ვითხოვთ იმას, რომ სახლი გვინდა. სახლი გვინდა, ჭერი გვინდა, რომ ბავშვები გარეთ არ ვყავდეს. აქ ხალხია შვილი დედა, რომელიც მეორე შვილი ცუდად ყავს და თავზე გადასაგები ქონდა დღეს პრობლემა აქვს სიკვდილის ემბრძვის ეს ქალბატონი. მაგრამ აქ არის ჩვენ გვერდში. აქ არის შვილი ავადმყოფი 5 შვილის დედა წაიყვანეს წეგან. დავრეკეთ წეგან მერის ხელხაზე ერთხელ გამითი შენ ტელეფონი მეორეჯერ დავრეკეთ თურმე მარტო თბილისში რეგისტრირებული ვინც არის იმათვის არის გამოყოფილი რაღაცა. ნახოთ დანარჩენი ღიაცის ქვეშ. აგერ კაც აფხაზეთიდან ტოვილი კაც. აგერ ჩემთვის არაფერი შემოუთავაზებია. უსახლკაროობაზე შეტანილი აქვს 15 წელია. ყველა მხოლოდ ორხევიდან გამოსახლება რომ მოხდა. ჩაუგდეთ მაგას.
ორხევიდან გამოსახლება და უსახკარო სტატუსი ჰქონდა ხალხს და უსახკაროობა გაუქმე ხალხს, იმიტომ რომ მათ ხელშია მართლობა. თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებული ადამიანები რუსთავი 2-ის და იმედის გადამღებ ჯგუფებს დაუპირისპირდნენ და ტერიტორიიდან გააძევეს. ადგილობრივების თქმით, მათი გაბრაზება ამ სატელევიზიო არხების მიერ მათი გამოსახლების შესახებ ცდარი ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. აშუქებენ რომ ხალხს შეთავაზენ ფართებიო და ვარს ამბობენ რომ ვის შეთავაზენ ფაქტი მოვიდეს აქეთა მე და მელაპარაკო ვინ იყო მოვიდეს ის კაცი რომ მე მითხავი მე ფართს გასწევ მომიყვანეთ რუსთავი 2 წელი რა მომიყვანე ის პიროვნება ვინც ამოსახლეობას ფართები შეთავაზა იცხოვრებდა არავინ არ გამოგიშვი იმედა გავწერ ეხლა დამირეკენ იმედა მაჩვენე და ეხლა ინფორმაცია ჩართე ლაივში და მოусმინეთ ვის შეთავაზენ აქ ფაქტი მოვიდეს თითოეული ადამიანი წარმომადგენელი მესაკუთრება და ვის გვინდოდა 100-დან და იმან ვის შეთავაზა მასოვარი ვიდეო თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობიდან, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის დევნილების გამოსახლება დღეს დილიდან დაიწყეს. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია. აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ შენობა, საიდანაც ხალხს ასახლებენ, სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. ისინი ადასტურებენ, რომ მისამართზე დევნილები ცხოვრობენ. აღსრულების პოლიციის განმარტებით შენობაში 39 ოჯახი, 120 მოქალაქე ცხოვრობს, თუმცა ადგილობრივების თქმით საუბარია 150-მდე მოქალაქეზე. მათთვის უცნობია, რას თავაზობს სახელმწიფო ოჯახებს ალტერნატიული საცხოვრებლის სახით. 2024 წლის 11 ივნისს მათ შორის რა თქმა უნდა განხორციელდა არაერთი ვიზიტი და გამთხილებული იქნა არაერთხელ აქ მცხოვრები ადამიანი. აღნიშნული შენობები, რაც ყველაზე მთავარია, წარმოადგენს ავარიულ შენობებს. ამაზე რა თქმა უნდა არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაზიანებულია მზიდი კედლები და ყოველდღიურად საშიში ხდება აქ ადამიანების გაჩერება. აღსრულების ეროვნულ ბიუროს მხარეთა ინტერესებისა და დაცვის დეპარტამენტის ჩართულობითაც თითოეული ჯერზე შესწავლილი იქნა ყველა მათგანის საჭიროებები, მიმართული იქნა შესაბამის უწყებებთან. ორჯერ იყო უკვე ჩანიშნული, თუმცა ისევ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და მათ შორის მოლაპარაკების შესაძლო განხორციელების გამო ორივეჯერ იქნა გადადებული. დღეს უკვე არსებობს, როგორც თავში აღნიშნეს, სამხარაულის დასკვნა და შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას შეაჩეროს ან გადადოს აღნიშნული საახსოვრო მოქმედება. დევნილების გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე. მისი თქმით, ეს არის კერძო საკუთრება და მერიას მასთან კავშირი არ აქვს. როგორც კალაძემ თქვა, ამ შენობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა. შენობა ავარიულია და შესაბამისად საჭიროა მისი გამოთავისუფლება. კალაძემ დაადასტურა, რომ ქირით გადასვლა მხოლოდ 9 ადამიანს შესთავაზეს. მერის თქმით, 9 მათგანი თბილისშია რეგისტრირებული. ეს არის კერძო საკუთრება, აქ მერიასთან დაკავშირებით გაჟღერდა ძალიან ბევრი ბრალდება და მერია დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საერთოდ არაფერს შუაში არ არის. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. კერძო საკუთრებას მოგებული აქვს აღნიშნული დავა. ამ შენობა ნაგებობაში იყო შეჭრილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა, შენობა არის ავარიული. შესაბამისად საჭიროა მისი გამოთავისუფლება. არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისში არის რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა, ქირით გაყვანა. 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენებმა არ დაეთანხმნენ აღნიშნულს. ეს არის მოცემულობა. არა, არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხი არის. თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებული ოჯახები მერიის წინ აქციას აანონსებენ. მათი თქმით, მას შემდეგ რაც აღსრულების ბიურო სამუშაოებს დაასრულებს, ისინი აქციას გამართავენ.